ის პროტესტი, რომელსაც ჩვენ ვაშუქებთ, ეხება სწორედ მადლობის თქმას მხარდაჭერისთვის შეერთებული შტატების მიმართ. გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა მეგობარი აქტი მიიღო 359 ხმით, რაც არის საკმაოდ სოლიდური, მსუბუქად რომ ვთქვათ, მხარდაჭერა აი ამ დოკუმენტის მიმართ და მინდა რომ თქვენ გთხოვოთ ახლა საზოგადოებისთვის ავხსნათ, აი რაზე არის დამოკიდებული რაღაცნაირად ამ დოკუმენტის კულმინაცია ეტაპი უკვე გულისხმობ ის რაც წერია რომ სისრულეში მოიყვანოს უშუალოდ შტატებმა რა ვადებთან რა პროცედურებთან არის ეს დაკავშირებული ყველა ამბობს რომ ეს არის რაღაცა უპრეცედენტო შემთხვევა როდესაც შტატები ესეთ შეიძლება ითქვათ ფორს მაჟორულ რეჟიმშიც კი განიხილავს აი ამ საკითხს რას გვეტყვით თქვენ მოგესალმებით მესამე მაყურებელს მეგობარი აქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი ქართველი ხალხისთვის და სწორედ ეს გამოიხატა იმ 359 კონგრესმენმა რომ დაუჭირა მხარი. ეს უპრეცედენტოა იმ ნაწილშიც რომ საქართველოსთვის მსგავსი აქტი არ მიუღიათ, მსგავსი მხარდაჭერა ამერიკელებისგან ჩვენ აი ამ ფორმით არ გქონია და პირდაპირ კავშირში არის იმ პროტესტთან, იმ ერთიანობასთან, რასაც ჩვენ ქუჩაში უყურებთ უკვე 160 დღეზე მეტი არის. პირდაპირ კავშირში არის ივანიშვილის, რუსი ივანიშვილის ნაბიჯებთან, რაც მან გადადგა ჩინეთის მიმართულებით, ირანის მიმართულებით, რუსეთის მიმართულებით და რატომ დაჩქარდა მეგობარი აქტი? მეგობარი აქტი არის ერთი გეოპოლიტიკის ნაწილი, იმ გეოპოლიტიკის, რომელიც უკრაინასთან პირდაპირ მასში არის და სანამ მეგობარი აქტის სწრაფი მოსმენა ჩაინიშნებოდა, მანამდე ჩვენ გავიხსენოთ რა მოხდა. ეს იყო 10 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება ამერიკის და უკრაინის თანამშრომლობის, უსაფრთხოების მიმართულებით, აღმშენებლობის მიმართულებით. ეს არის ამ გეოპოლიტიკის ნაწილის გაგრძელება. ვინაიდან ამერიკა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან გააგრძელოს პარტნიორობა, 10 წლიანი სტრატეგია შეიმუშავეს და ვინაიდან ეს ეხება უკრაინას, შავი ზღვის აუზს, ეს ავტომატურად გვეხება ჩვენც. ანუ ამ დაჩქარებული ნაბიჯებით ჩვენ ვითხრა ამერიკამ, რომ ჩვენც ვიქნებით ამ უსაფრთხოების ნაწილი, თუ ჩვენ გადავდგავთ დემოკრატიის მიმართულებით ნაბიჯებს წინ. ნაბიჯებს ჩვენ წინ გადავდგავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება დაიხევს უკან. ქართული ოცნების უკან დახევა ნიშნავს, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და წარიმართოს ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის. ეს არის ან მეგობარი აქტი, ამის გარანტია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტია, რომ ამერიკა ქართული ხალხის გვერდით დგას და ვადებს რაც შეეხება. ხა ვადები არის მაქსიმალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, პროცედურულად არის მაქსიმუმ 2 თვე, 2 თვის მერე უკვე იწყება ახსრულება სანქციების ნაწილს რაც შეეხება. ქართულ ოცნებას დღეს თუ არა 2 თვის მერე აუცილებლად მოუწევს მიიღოს და თავის ზურგზე გამოსცადოს ის სანქციები, რასაც ამერიკა დააწესებს. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ ივანიშვილს, ეხება ნებისმიერს, ვინც ჩართული არის დემოკრატიის სია იყო, ხო, მათ შორის ვილსონმა, რომელიც გაასაჯაროვა. ნებისმიერ შეეხება, ვინც ამ სისტემაში გარეული არის, ხო, ივანიშვილის, რუსი ივანიშვილის რეჟიმის ირგვლივ ფარცხალაძეც ვნახეთ, თქვა, თქვენივე სიუჟეტში, რომელიც უფრო 9 მაისს იმყოფებოდა, ხო, 9 მაისს. ეს კავშირები ამერიკას აქვს დიდი ხანი გამოვლენილი. და გითხოთ, ანუ ეს რაღაც აი გარდაუვალი ამბავივით არის ასე, ანუ აი რაც არ უნდა მოხდეს, ახლა არ ვიცი, ივანიშვილი ხვალ რაღაცა უკეთილშობილეს მართველად რომ მოგვევლინოს ამის მიუხედავად, რაღაცა აი გარდაუვალი პროცესია ამ ადამიანების დასანქცირება. ეს არის გარდაუვალი პროცესი, თუ ჩვენ სწორხაზოვნად წინააღმდეგობას გავაგრძელებთ. წინააღმდეგობაში იგულისხმება თვითმმართველობის არჩევნებით. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ უნდა დარჩეთ იმის განცდა, რომ ჩვენ ივანიშვილის თამაში შევდივართ, რომ დასავლეთმა მოიცადოს. მოდი შევხედოთ, როგორ წარიმართავდა თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ხადია ივანიშვილი მიიტაცებს, ისევე როგორც მიიტაცა საპარლამენტო არჩევნები. მას რო ჰქონოდა სურვილი, რომ ოპოზიცია ყოფილიყო უფრო ძლიერი, მას რო ჰქონოდა სურვილი, რომ მოეგო არჩევნები, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც მოიგო. მათ ხო საკონსტიტუციო უმრავლესობა სურდა და ეს ღიად ჰქონდათ გაცხადებული. მათ მაშინ ამ დონის გაყალბებას არ მოახდენენ, ანუ არ დაგეგმავდნენ. ამიტომ მათ აქვთ გაცხადებული, რომ ეს მოთხოვნა რუსეთის შესაბამისად ივანიშვილისაც, რომ ქვეყანა იყოს რუსულ ორბიტაზე, ჩვენ ჩამოგაშოროს დასავლეთს მთლიანად და გადავეწყოთ რუსეთზე, ვიყოთ რუსეთის ვასალი. ანუ ეს არის მათი ამოცანა. ყველა ქართული ოცნების ნაბიჯი ამას გულისხმობს. უბრალოდ ივანიშვილს უნდა დროის მოგება, დროის მოსაგებად იმისთვის, რომ აღასრულოს
ის პროტესტი შენელდეს, ოპოზიციური ლიდერები რაღაც ფორმით დისკრედიტირდნენ და მათ შორის ზოგი მათგანი დაიჭიროს. მოხონ ეს გააკეთოს ოქტომბრის შემდეგ, რაც სრულად მოიგებს ისევ იმ არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნებს და ჩვენ მის თამაშის შესრულებზე იტყვის, რომ აი ხომ დავამტკიცე, რომ საზოგადოება ისევ ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ უფრო მეტად დაარტყას საზოგადოებას, უფრო მეტად დაარტყას პოლიტიკურ ოპოზიციას და გაანულოს, ოღონ ხალხის მანდატი დაარქვას ამას. როგორც ახლა ხალხის მანდატით დაიჭირა ადამიანები და ციხეში გაუშვა, როგორც თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს, კიდევ უფრო გაასმაგებულად დაარტყავს საზოგადოებას, თუ თვითმმართველობის არჩევნებში ნებისმიერი ოპოზიციის წარმომადგენელი პროდასავლური ამ თამაში შევიდა და გაუმართა. გიორგი, აი ამ ნაწილში მინდა გკითხოთ, აი თქვენ ხომ გაქვთ აქტიური კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ხომ? აი რა არის მათი პოზიცია, როდესაც ეუბნებით, რომ აი თვითმმართველობის არჩევნებში საერთოდ არც განიხილავთ მონაწილეობის მიღებას, ასე ისინი თავად როგორ უყურებენ აი ამ პროცესს მაინტერესებს. მათი პოზიცია როგორია, რომ აი რაღაცა კი სწორი სტრატეგია, თუ აი რა თქვენ დასავლელ პარტნიორებს ერთი არ აქვთ უფლება გვირჩიონ რა არის სწორი სტრატეგია და რა არ არის სწორი სტრატეგია. ჩვენი დასავლელ პარტნიორები განან დემოკრატიის გვერდით, ან ჩვენ თუ დემოკრატიულად გავაგრძელებთ ბრძოლას წინააღმდეგობას, მათ აქვთ გამოცდილება რა მოხდა რუსეთში. მათ აქვთ გამოცდილება რა მოხდა ბელარუსიაში, როდესაც შევიდნენ ოპოზიციამ ცადა მოლაპარაკება, როდესაც ოპოზიციამ ცადა რაღაც არჩევნებით, სამართლებრივი გზებით დიქტატურის დამარცხება, მაგრამ ჩვენმა დასავლელ პარტნიორებმა იციან, რომ ეს არ მუშაობს. მათ იციან, რომ მხოლოდ წინააღმდეგობა მუშაობს. ამიტომ არც ერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი არ ამბობს, რომ ჩვენ მაინც და მაინც არ უნდა შევიდეთ არჩევნებში, ან არ უნდა შევიდეთ. ამას არ იტყვიან ისინი. ყოველთვის ამბობენ, ქართველი ხალხი, რასაც გააკეთებს, ქართველი ხალხის სურვილზეა დამოკიდებული. ქართველი ხალხი თუ გააპროტესტებს, ქართველი ხალხი თუ იტყვის, რომ არ უნდა შევიდეთ, იმიტომ რომ ეს არის ღალატი და ივანიშვილს უნდა რომ ჩვენ შევიდეთ არჩევნებში და ამით დრო მოიგოს და კიდევ ერთხელ ჭყალებში ჩავსვა დაამარცხოს ოპოზიცია უღოდ მოპარული არჩევნებით და მე უარესად დაგვესხას თავს. აი ამიტომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერასდროს ვერ გვეტყვიათ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ და ეს სწორიც არის. ისინი არ კარნახობენ არავის თავის პარტნიორებს რა უნდა გაკეთდეს. ისინი დგანან პროცესის გვერდით და აკვირდებიან სიტუაციას. ჩვენ თუ ვიტყვით რომ უნდა შევიდეთ, ისინიც მიყვებიან პროცესს. ოღონდ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი სანქციებს შეაჩერებენ იქამდე. იქამდე სანამ იქნება დემოკრატიის თამაშობანა აქ. ჩვენ თუ ღიად ვიტყვით რომ ეს არის თამაში და ჩვენ არ მივდივართ ივანიშვილის თამაშზე, მაშინ დასავლეთს მოუწევს რომ ხარი დაგვიჭიროს ამაში, იმიტომ რომ ისინი ჩვენს გვერდით დგანან. აი ეს არის თავარი ამოსავალი, რადგან უნდა გქონდეს კონცენტრაცია და ხედავდეთ სიტუაციას ცოტა შორიდან. თვითმმართველობის არჩევნებში ვერ ხედავთ საკუთარ თავს, მაშინ რა შვებით? ხო, ანახეთ, წინააღმდეგობა არ არის მხოლოდ წინააღმდეგობის მოძრაობა, წინააღმდეგობა ზოგადად რუსული რეჟიმის მიმართ არ არის მხოლოდ პროტესტი ქუჩაში. წინააღმდეგობა ბევრი რაღაც კომპონენტისგან შემდგარი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მათ სტრუქტურაში, მათ არჩევნებში არ მონაწილეობა, რომელიც მათ დანიშნეს არალეგიტიმურად კიდევ უფრო გაუარესებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის წესებით, ხო? დაკვირვებაც აღარ შეგიძლია, იქ ადგილზე მისვლაც არ შეგიძლია, საერთაშორისო დამკვირვებლები არ არსებობენ, არც ქართული არასამთავრობო სექტორი, ვინც ამას დააკვირდება, იმიტომ რომ მანამდე მათ ფარას ეგრეთ წოდებული რუსული კანონი შეეხება, შესაბამისად არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომ გავაკონტროლოთ. ანუ ეს არის ერთ-ერთი წინააღმდეგობა. მეორე წინააღმდეგობა არის ქალბატონ სალომეს ირგვლივ არსებული ფორმატი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის. ყველა ვინც ამ ფორმატში არის წარმოდგენილი და სხვადასხვა ფორმატები, რომლებიც წინააღმდეგობას რეჟიმს უწევენ წინააღმდეგობას, არის ალტერნატიული პროცესი იმისა, რომ ჩვენ ერთიანობა შევინარჩუნოთ. ერთიანობას არ აქვს სხვა არჩევანი, ან ჩვენს ერთიანობას რუსულ რეჟიმთან როდესაც ირჩევ ბრძოლას ძალადობის გარეშე და მშვიდობიანი გზით, იქ გასაღები არის ერთიანობა. ამიტომ ამ პოლიტიკურ ოპოზიციას ხშირად მოსდის შეცდომა და მოუვიდა ახლაც, რომ ეს ერთიანობა ვერ დაანახა საზოგადოებას. თქვენი კითხვა იყო, რატომ არ არის ბევრი ხალხი გარეთ, მათ შორის იმიტომ არ არის ბევრი ხალხი გარეთ. ერთი ის, რომ დაიღალა 160 დღე არ არის ცოტა დრო, მაგრამ გარდა ამისა ოპოზიციამ ვერ შეძლო თუნდაც გახარიას პოზიციებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მას განაცების ეშინოდა ამდენი ხნის მანძილზე, თუნდაც იმიტომ რომ დადო პირობა სალომეს ფორმატში და მერე დაარღვია და კომისიაზე
გამოცხადდა, თუნდაც იმიტომ რომ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა რომ ერთობლივად გაეკეთებინათ განაცხადი 4-ვე ძალას, მათ შორის ჩერგოლეიშვილის პარტიასაც, ფედერალისტებს, რომ არ შევდივარ თვითმმართველობის არჩევნებში და ამაზე მოგვეწერა ხელი. ეს ცხადია საზოგადოების ფრუსტრაციაზე მოქმედებს, იმიტომ რომ თუ ოპოზიცია, რომელსაც კოალიციურად უნდა ემართა ეს ქვეყანა, ვერ თანხმდება რაღაცეებზე, მაშინ როგორ შეიძლება ამ ძალამ ივანიშვილის შეცვალოს? ანუ ახალ არჩევნებამდე ეს ძალიან ლოგიკური არის ეს კითხვაზე, პასუხი, რომელსაც საზოგადოება ვერ იღებს. ამიტომ ოპოზიციის ლიდერებმაც და ოპოზიციურ პარტიებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა არ არის გამოსავალი, რომ შენ რაღაც გადაირჩინო თავი, თავს გადაირჩენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთიან წინააღმდეგობას და ამ ძალას გამოასხებ და ხალხს დააჯერებ. ოღონდ ეს უნდა იყოს ყველაფერი გულწრფელი და არახელოვნურად შექმნილი, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ერთი წინააღმდეგობა და მეორე ამ ქვეყნის მართვა და ევროპის მართულებით წაყვანა. ისეთი ძლიერი როგორც ევროპა დღეს არის, განსაკუთრებით შოლცის მერცის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხო, გუშინდელი და გუშინწინდელი კადრებიდან გამომდინარე, ასეთი ძლიერი ევროპის ნაწილი შეგვიძლია ვიყოთ, იმ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი შეგვიძლია ვიყოთ, მაგრამ ყველაფერს ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ არ დგავართ ერთად.